ეს არის სოფელში ინსულელი გზა, ბადიაურიდან ეგრევე რომ მოდიხარ, ეგრევე იწყება გზის პრობლემა, თქვენც ნახავთ მაგასაც. ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ სასწრაფო ბრიგადა არ გვყავს თვითონ იორმღალნოს თემში. ჩვენი სოფელიდან ძალიან ხშირად ითხოვენ, იძახიან სასწრაფოს. ძალიან დიდი მოსახლეობა, რადგან არის 35,000-მდე მოსახლეობა, ამ შემთხვევაში მაგასთან დაკავშირებით არის პრობლემა. საგარეჯოდან გამოდის და ამ ცუდი გზებით ძალიან იგვიანებს. 10 წუთის სავაზე ვართ საგარეჯოდან, საიდანაც გამოდის სასწრაფო. მაგრამ დაახლოებით მოდის 40 წუთში, 50 წუთში. სოფელში მოგნებას უჭირთ, რადგან ქუჩის ნომრით ვთქვათ, ეგრევე ვერ ჩამოდიან, ჩვენთან სასწრაფო ბრიგადა ვერ ჩამოდის ეგრევე ქუჩის ნომრით, ეგრევე 112 შუა რეკავ, უნდა უთხრა მისამართი ეგრევე, ხო, პირველ რიგში. საგარეჯო და საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელს ჩვენ ვეუბნებით. მხოლოდ სოფლის სახელს და გზაში უნდა დავხვდეთ. სოფელში ვინ ცხოვრობს ახლა ქვედა სოფელში, ზედა სოფელში უნდა ჩამოვიდეს ახლა ყველას არ აყავს ვთქვათ მანქანა, ფეხით უნდა ჩამოვიდეს გზაში რომ დახვდეს სასწრაფო ბრიგადას. ახლა აქ კიბადონის ცენტრალური გზა ასფალტი არის, ნუ ცუდი ასფალტი არის, მაგრამ ასფალტი მაინც არის, მაგრამ შიდა გზებში ვაფშე ასფალტიც არ არის. ტალახიანი გზები. ჩემი ოჯახი ცხოვრობს აქ იორმუღალნოში, ხშირად მომიწევს თბილისიდან აქ ჩამოსვლა. და ჩამოსვლისას ან თბილისიდან ჩემს სახლამდე ძალიან ბევრი პრობლემა მხვდება. ერთ-ერთი არის ტრანსპორტის პრობლემა. სოფლიდან შემდეგ საგარეჯოში ვთქვათ, თბილისში ვთქვათ, წასვლა ძალიან პრობლემატურია ჩვენთან. უფრო სოფლიდან წასვლა. წამოსვლისას კიდე რაღაცა, ხო, რამე პატიაურში შეხვდება მანქანა, ოტოსტოპით, რა ვიცი, ვინც შეგვიჩერებს, წამოვალთ შუა გზამდე, იქიდან მე კიდე სახლამდე ფეხით მიგვიწევს მისვლა. რადგან ეს სოფელშიგა ტრანსპორტი, ასე ვთქვათ, არ არის, არც სოფელშიგა ტრანსპორტი, რომ სოფელი, როგორც გითხარით, ეს არ არის ერთი სოფელი, ეს არის თემი. 9 სოფელია ეხლა და დიდი თემი, ჩემი აზრით. ამიტომ სოფელშიგა ტრანსპორტი მაინც და ბადიაურში მაინც უნდა იყოს ბადიაურში წამსვლელი ერთი მარშრუტი მაინც. კი დანიშნეს ერთი ავტობუსი საგარეჯო იორმუღალნო. მაგრამ დანიშნეს მხოლოდ წერია იორმუღალნო საგარეჯო, საგარეჯო იორმუღალნო. მხოლოდ წერია, მაგას ვხედავთ, რავი, დღეში ერთხელ ისიც დილით 8 საათზე ჩამოდის სოფელში, როგორც ვიცი, ზუსტად ახლა საათს ვერ გეტყვით. ჩამოდის მასწავლებლები, ჩამოუხავთ, ესეც კი ბატონო, დიდი მადლობა მასწავლებლები რომ არ მოვიდნენ. ჩვენ განათლების საჭიროა, მაგრამ მხოლოდ მასწავლებლები ჩამოუყავს, ასე ვთქვათ, და ერთხელ სულ ბრუნდება 4 საათი თუ რომ ეს ასე საღამოსკენ არ ვიცი, როცა კაკოთელი ემთავრებათ მასწავლებლებს. ან ჩვენ ხო არ გვემსახურება, ასე ვთქვათ რა, ხალხს.